უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგა ბატონი დავით ფაცაცია. მისი მოხსენება კოლეგებმა ერთსულოვნად შეაფასეს როგორც ძალიან კარგი მოხსენება, დადებითი შეფასება მისცეს. იმიტომ რომ ფაქტობრივად მოიცავდა ყველაფერს, რითაც ჩვენი დევნილთა სამინისტრო არის დაკავებული. მოგეხსენებათ, ყველაზე მწვავე პრობლემა საერთოდ დევნილებისთვის გახლავთ განსახლების პრობლემა. ათასობით ოჯახი არის დაკმაყოფილებული, მიუხედავად ამისა, პრობლემა ჯერჯერობით ვერ წყდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენს მთავრობას გააჩნია ასეთი ინიციატივა, რომ მოხდეს ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირება და ამჟამად სწორედ ამ სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე, რომლითაც ჩვენ შევალთ საქართველოს პარლამენტში. გვინდა რომ ეს საკითხი საკანონმდებლო წესით იყოს დარეგულირებული. ჩვენ უმაღლეს საბჭოს წარუდგინეთ ჩვენი სამინისტროს ანგარიში ეხება ყოველმხრივ ჩვენს აქტიურობას, განსაკუთრებით ეს არის ჩვენ დონორ პარტნიორ ორგანიზაცია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის დონაციას და დახმარებას, ეს შეეხება ჩვენს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას და იმ პროგრამებს და პროგრამებს, რომლის მიმდინარეობას, ესე თქვა, ჩვენ დევნილი მოსახლეობისთვის, რაც შეიძლება აქტიურად ვახორციელებთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს მომავალში აქტიური თანამშრომლობის, მოლოდინი გვაქვს უფრო მეტი ეფექტური შესაძლებლობების გაჩენის და განვითარების და ხას გაუსვავ იმ პოლიტიკას, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს დევნილთა მიმართ, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობით, კიდევ უფრო მაღალი დაფინანსებით და უფრო უკეთესი შესაძლებლობით მოხდება ძალიან ბევრი დევნილის პრობლემის გადაწყვეტა და ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიუჯეტით შევეცდებით ეს ყველაფერი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ.